მარტივ ხრიქს გასწავლე, როგორ არ დაგერღვეს ბალანსი ფეხში გატარებისას. ამის ყველაზე დიდი მიზეზი არის, როდესაც ფეხში გატარებას აკეთებენ, ერთ ხაზზე უდგათ ხოლმე ფეხი. ამ დროს კი ძალიან რთულია ბალანსის დაჭერა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოძრაობაში ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მეტი ბალანსისთვის გამოიყენე ეს ხრიკი. ფეხები მიატყუპე ერთმანეთთან, ერთ ფეხი გადადგე წინ, მეორე ფეხი გადმოდგი უკან და ამის შემდეგ ერთ ხაზზე რო არ გვედგას ფეხები, ეს ფეხი გადადგე უფრო გვერდზე, უკანა ფეხიც გადადგე უფრო გვერდზე. ამ შემთხვევაში უფრო მეტი ბალანსი გაქვს, როდესაც ბურთს ატარებ. ჯერ სტატიკურად გააკეთე და როგორც კი ბურთი გადაგივარდება, ისევ იგივენაირად გააგსწორე ფეხები, წინ, უკან, აქეთ, იქეთ და ისე ივარჯიშე სტატიკურად, შემდეგ კი გადადი უკვე მოძრაობაზე. და მერე მოძრაობაში გაკეთება რო ისწავლო, დადექი საწყის პოზიციაში და ერთი სკოპით გაასწორე ფეხები და ისე გაიტარე. ისევ დააბრუნე ფეხები იგივე პოზიციაში და ერთი სკოპით გაასწორე ფეხები. შეგიძლია ფეხებს შეხედო, უყურო და ისე გაასწორო, რომ უფრო მეტი კონტროლი გქონდეს ამ მოძრაობაზე. ამასაც რო დაამხეცებ, მერე შეგიძლია მოძრაობაში გააკეთო სირბილის დროს. მეტი რჩევებისთვის გამომიწერე და ჩემთან ვაჯიშს თუ გადაწყვეტ, მომწერე პირადში.